მოგესალმებით, დაგიბრუნდით დოროროთი. რატომღაც უკვე დაიწყო სერია. არა დარჩავით თავს. დაგიბრუნდით ახალი სერიებით, ხო, სერიებით. არა მარტო ერთით, არამედ ორი სერიით. დაგიბრუნდით წინაზე რომ მეხუთე და მეექვსე სერია რადგან ორნაწილიანი იყო ვუყურებდით ერთად. იმიტომ ჩავიწერეს ზუსტად მეოთხე ცალკე, თავიდან გეგმავდი მეოთხეს და მეხუთეს ერთად, მაგრამ ნახე რომ ორნაწილიანი იყო, გადავწყვიტე ჩამიწერა ცალკე მეხუთე და ცალკე მეოთხე და მე ერთად მეხუთე და მეექვსე. წინა სერია კარგი იყო, დამაკმაყოფილა. საერთოდ ყველა სერია დოროროსი ჯერჯერობით კარგი იყო. მესამე საერთოდ მაგარი იყო ძალიან თან. იმედი მაქვს ეს სერიაც თუნდაც კი არა ორნაწილიანი ახლა. იმედია გამახარებს. ნახოთ რა მოხდება. სერიას ქვია The Story of the Moriko Song. ანუ მორიკოს სიმღერის სამი პაროლი, მორიკოს სიმღერის. ნახოთ საინტერესო სახელი კი აქვს სიმღერას. იაკიმარუმ დაიბრუნა ყურები. ხედველობა. სმენა დაიბრუნა პატივცემულმა. ეთახ მას როდის დაიბრუნებს ამ ხედველობას, ან ყოველ სერიაში რაღაცას იბრუნებს და მე კითხავობ რას დაიბრუნებს და ჩემი აზრით ხედველობას არ მგონია, ან ხელს არ ვიტყვი, მოდი ხელი არ ვთქვათ, იმიტომ რომ ჯერ კარგად იყენებს იმ ხმლებს. ან მეორე ფეხს, ან კიდევ ხმას, არ ვიცი. დაიბრუნოს ხმა, წინააღმდეგი არ ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაიბრუნოს იაკიმარუმ, ჩვენ ამ სერიას ვუყურებთ. დორორო, პირველი სეზონის მეხუთე სერია, მორიკოს სიმღერის ამბავი. ნაწილი პირველი. 3, 2, 1. დავწყეთ. აპას გამარჯოს. ტექსტ თქვენთვის ეკითხავს ფარანაი სპეციალურად პეიჯისთვის. ეს უცნაურია. დორორო იაკიმარუს თვალში ისე კი ხედველობა აქვს, მაგრამ მათთან ტიროდა და ყვიროდა, ეს იმას ხვალ გვაჩვენებენ ყველაფრის დაბრუნების შემდეგ როგორი იქნება. იმიტომ რომ აქ აშკარად ადამიანის სახელი და ხელი არ ქონდა. ეს ნერვები გოგოშლება ახლა. რატომ ჭედავ? დაიწყეთ უნდა გადავტვირთო. არ მომწონს თუ როგორ ხშირად ჭედავს ეს ოპი. მეგონი კარგადაა. საერთოდ არ მიყვარს რაიმეს ყურების დროს რომ ჭედავს ინტერნეტი. ან თვითონ ვიდეო. ეს არ გავს ნამდვილ თვალებს. შეიძლება ნამდვილიც იყოს. ეს სათაურებსაც თუ გაახმოვანებთ ხოლმე კარგი იქნება.
იმას საინტერესო დაინერჩუნებია. ისეთი შეიძლება გქონდეს წოთები როგორც ამოდა თითქოს და ვარსკვლავები იყო და ახლა ეს ხო. ვიზუალი მაგარია. ეი ხაკიმარო ისმინე კარგად ხარ? ძალიან ხმაურია შენთვის ხო? მაგრამ აქ ისეთი საშინელი სიწყნარია. არ არის მიჩვეული, ანუ პირველად ესმის რაღაც ნებისმიერი. კარგია ზრია. სმენა. ეს იყო ერთადერთი შოკირებული გრძნობა, რომელიც ხაკიმაროს დაუბრუნდა. ის სასტიკად შეიჭრა და ის ვერ ახერხებდა ყველა მათგანი გაენცხოვა. კარგი. ხაკიმარო იძირებოდა მნაკადში. ელიში? ისმინე. გონი ჯობია შემდეგ დემოს არ გავეკიდო. ჯერ ძალიან კარგია. უბრალოდ მზად არ ხარ. იქ რამე არის? აი ისიც. ემონი. დემონი ჩიტის სახით. გიგანტია. დემონი ჩიტის სახით. ახლა პირდაპირ მოვკლავთ დემონს დასაწყისშივე. ტელეფონი მიჩნდებოდა უკაცრავად. არა, ალბათ ვერ მოვკლავს, იმიტომ რომ დაბნეული იქნება. ხაკიმარო, ხმას ყურადღებას ნუ მიაქცევ. მარცხნივ. მიხვდა. ოჩახ მიდი, მინდა რომ მოკლას უკვე. ხილად. მაგრამ ვერ მოკლავს. ოჩა. გუდელო. ბიჭებო, ეს თქვენ ახართ? ოჩა. როგორი დაგხვევა? ეი. ჩემი გესმის? მიდი გონზე მოდი. რა დაგემართა? ეი. სამწუხაროა დორორო. გავიგე. ხეკება რომ მოკლა. ეს შესანიშნავია. სულაც არა. ის ძალიან სუსტი გახდა. იმის შემდეგ რაც მენა დაუბრუნდა. აი თურმე, შეხედე. ის ამ დემონმა დაამარცხა, რომელსაც შენც კი ადვილად გაუმკლავდი. დიდი მადლობა. ჯანდაბა, ის ხომ კარგად იქნება. ყველაზე საშინელება უკვე გამოიარა. მაგრამ კარგი იქნებოდა მედიკამენტები რომ მქონოდა. მოდი წავალ და მოვძებნი. დინარის იქეთ დიდი ქალაქია. კარგი რჩევ. ამბობენ იქ ომი მიმდინარეობს. ეს სახიფათოა. გონი საკაის გვარი, რომელიც ამ ტერიტორიებს ფლობს, თავიანთ მოკავშირეებს უღალატა. ორი შეიარაღებული ჯარი ერთმანეთს ებრძვიან. უცხო ადამიანები, როგორც ჩვენ, მოკვდებიან თუ მათ მივახლოვდებიან. ამიტომაც მე მოუტრიალი და თქვენ გადაგეყარეთ. ჯანდაბა, და რატო უყვართ სამურაებს ასე ძალიან ბრძოლა? ძალიან ხმაურობ. არი მოძრაო, თორი ჭრილობა გაიხსნება. აი მესმის. შენ როგორც დაჭრილი ცხოველი ხარ, რომელიც თავშესაფარში შეიმალა. გესმის? ეს ადამიანის ხმა არის. დანარჩენ ხმებს კი გამოსცემენ არსებები, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ. და ასევე ჰაერი და კოცონი. შენ მათ უნდა მიეჩვიო, რომ აქ თავშესაფრიდან გამოვლენ და იცხოვროდით სამყაროში. ხაკიმარო. ის დაჭრილია, ნუ აძალებ. ხაკიმაროს უძახია, რამდენიმე სერია. ხაკიმაროს სახელი არ გოგწონს. არ გოგატყობთ.
როგორი ნაზი ხმა არის. შენთვის მოძრაობა ჯერ არ შეიძლება. ხმა ეხ, ვერაფერს გავხდები. ეს ხორცი ძალიან უხეშია. ეს კეთილი სული ჩანს. ეს ის გოგოა? ოპიში ვიციო. დაჭრილი ხარ? ყველაფერი კარგად არის? ახლა ეს მის მაინც. შენ ვერ ხედავ. აი გრძნობ? აქა ვარ. რა მოხდა? გონი სიცხე გაქვს. ჯობია წყლიდან ამოხვიდე. რა სიცხე აქვს. ეი, გამაგრდი. ხაკიმარუ. არასოდეს მინახავს ის ასეთი სუსტი. ალბათ ჭრილობის ბრალია. მაგრამ დემონებისგან ძალიან ბევრი მიიღო. შეიძლება უჭრს ათვისებელ. აი ეს ძველი ნაჭრებია, მაგრამ სუფთა არის. მადლობა, მიო. ხო მართალია. მოდი შროდის კომპორტს გიქმნით. არა უშავს. იქამდე დარჩით სანამ არ გამოჯამრთელდება. შეიძლება? რა თქმა უნდა. აქ ბევრია ისეთი როგორიც შენი. ვიცით. არ ინერვიულო. უფროსი ძმა. ვეჭვიეთ. ნუ გცხვენიათ. მიესალმით ბავშვებო. ეს ბევრი ბავშვი ყოლია. კასიგებია. ძალიან საშინელი ომი იყო. ჩვენ საკუთარი სახლები დავკარგეთ და ყველაფერი რაც გაგვაჩნდა. ასე რომ აქ ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ესე იგი მათ მშობლები არ ყავთ? დიახ, მაგრამ ყველა მათგანი არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ვცდილობთ ჩვეულებრივი ვიცხოვროთ, მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვართ. დაიკომიო, კიდევ არ დაწოლილ ხარ? так, ბავშვებო, გავედით. დაიკომიო, დაისვენე სანამ შეგიძლია. ეს ვინმე თავი ბავშვია? ბელადი ტომის. თუ რამე დაგჭირდათ დაგიბოს თხოვეთ. დაგიბო? ჩქარი. საუზმე მომამზადე, ასე რომ ჭამე ძილის წინ. კარგი, საუზმე ჭამე ძილის წინ რამე ეჭირს. კარტოფილის კაში, მიერთვით. მადლობა. დახმარება გჭირდება? არა. შენ ძმას მიხედა. არ შემიძლია ასეთ ყვილად ვიჯდი და არაფერი ვაკეთო. ნება მომეცი რამით დაგეხმარო. შენ კარგი ბიჭი ჩანხარ. მიუხედავად იმისა თუ როგორ ტიროდი შენს ძამიკოსთან. არა, სულაც არ ვტიროდი. ჩუმად. მიოს გააღვიძებ. ბოდიში, მაგრამ დღისით რატო ძინავს? იმიტომ რომ ის ღამეობით მუშაობს. საკაის ჯარმა არ იცის თუ როდის დაიწყება ომი. ასე რომ ვიღაცამ უნდა ემსახუროს მათ ღამეობით. ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. და კიდევ, ღამეობით უფრო მეც კი. მაგაზე არის ყველანი. ძალიან ბევრს მუშაობს და საჭმელშიც შეუძლია. მაგას ასე რომ დღისით ვერ საზღვრავს ვერამდე მაგას უფრთხილდება ყველა. შენც კარგი ბიჭი ხარ. საერთოდ გაგიწევია, ხუდელო. მე გზას მოუძებნი, რომელიც ბრძოლის დროს აგვარიდებს. მალე დაუბრუნდები. მაგრამ თუ არ დაუბრუნდი, ესე იგი მოკლე გზა ვიპოვე, რომ გავქცეულიყავი. თუ არ დაუბრუნდი, ესე იგი მოკლე გზა ვიპოვე, რომ გავქცეულიყავი. ჩვენ უბრალოდ ზოგჯერ ვხვდებით. ძალიან უცნაური ვინმეა. მართლაც. საინტერესოა, იქნება თუ არა კიდევ ომი. ვინ იცის? გონი ვერც ჩვენ შევძლებთ აქ დარჩენას. ჯანდაბა. საკაის ჯარის საზღვარზე არაფერს არ მოიმოქმედებს. ეს ჩიხია.
ასე თუ გაგრძელდება, უფრო მეტი რესურსი დაგჭირდება. ჩვენ უნდა გვეყოს. კი, მაგრამ უკვე ერთი თვეა, რაც წვიმა არ ყოფილა. ჩვეულებრივ, ასეთ სეზონში ესეთი რამე არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ. ჩემს მიწებზე ცუდი მოსავალი არ არსებობს. ბატონო, როგორ შეგიძლია ესეთი დარწმუნებული იყო? ქალბატონო, საკაისთან პრობლემა. და ახლა კიდე გვალვა. და კიდევ, მეწყერიც კი მოხვდა ამ წელში. როგორც ჩანს, ჩვენს წარსულს უბრუნდებით. ეს ვინ იყო? რას უფროსი ბიჭი, უფროსი. და ეს მფლობელობა, ჩვენ კლდის პირას ვდგავართ. ეს არ უნდა დაგავიწყდეს. ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ დროს დაინგრეს. რაღაცით გავსია კი მარუს, მაგრამ წევლას წაუღია ეგ საკაი. მაინც სხვანაირია. პრობლემები დროზე მოაგვარე. დიახ, ჩემო ბატონო. ნუ თემები არ ითვლება ახლა. სახის ნაკვთებით ვიგულისხმე. და ეს ითვლება, იმიტომ რომ იაკიმოვს უკვე ნამდვილი სახე აქვს. ზაუ. მიდი. ბავშვები, გეყო ციცელი, ჯობს დაეხმაროთ. დორორო კი კარგად ერთობა ამ ბავშვებთან. ახლა ნახოთ იაკიმოვ რასის ღმერთოს შოკირებული თავს სახე. როგორ ვუძნობ? სიცხემ ცოტათი დაგიწია. მარუს სიცხე ხამისთვის წამლებს მოგცემ. დარწმუნებული ვარ საკაის ჯარს ექნებოდ რამე. ახლა კი დროა სამუშაოდ წავიდე. ძამიკო, საჭმელი მალე მზად იქნება. სიმღერა მოეწონა კი. ძამიკო, ვაუ. და იაკიმოვ უფრო და უფრო ადამიანს ემსგავსება. ვიზუალშიც და ესე იგი ასეთები ქცევებითაც. როგორი კარგი ადგილია. აბა ვინ არის ეს ვინმე? ოპოპა დემონი? აქ რას აკეთებ? წამლები არ ინერვიულობ. მე მოგიმზადებ. იხინება. როგორი უცნაურია. თითქოს ყველაფერს ხედავ. და ყველაფერს ამჩნევ. ნაი, ხედავს. შენი სულის ფერს ხედავს. ანუ ეგ ხო. ძამიკო, ასე უცებ ნუ გაქრები. შემაშინე. სულის ფერი? ხო, მეც ვერაფერს ხვდები, მაგრამ ის სულის ფერებს ხედავს ცოცხალი არსებების. და არა მხოლოდ ადამიანების, ბალახი, ხეები, ცხოველები. ის ძალიან ადვილად ამჩნევს საშიშროებას. ფიქრობ, მათ ძალიან საშინელი ფერი აქვთ. გასაგებია. ნუ შენ კარგი ფერი გაქვს. რაღაც ის უნდა. გონი მას უნდა მოისმინოს თუ როგორ მღერი ხარ. სიმღერა? გონი შენი სიმღერა მას არ აწუხებს. კი. ეი, ის თუ მოусმის იმას თუ როგორ მღერი ხარ, ეგებ ხმებს მიეჩვიოს. ის ახლაც როგორც დაჭრილი ცხოველია. ძალიან გთხოვ, დაეხმარე მას შენი სიმღერით. მე არც თუ ისე კარგად მღერი ვარ. ნუ მომეწონა. მართლა.
რა გაეწყობა? ახლა მეც მიმისია თავისი სიმღერით და დოროროს დაეძინა ხუდელო აუ ვერაფერი ვერ იპოვე? ასე ვთქვათ. ორი ახალი ამბავი მაქვს. კარგი და ცუდი. ოჰო, როგორი კარგი ადგილია. იქ თქვენ ომსაც კი გადაიდანთ. მიწას კი გავსინჯე. არა უშავს. წამოდი დაიკო. იქ ვიცხოვრებთ. დიახ, მაგრამ ადრეა სიხარულისთვის. ამ მიწებს უკვე ყავთ პატრონი. პატრონი? მაგრამ შენ ხო თქვი რომ აქ არავინ არ ცხოვრობს. პატრონი დემონია. და საკმაოდ ძლიერია. იაკი მარგო იქნება. თან მარტივად არა მაგრამ დემონი. ამჯერად ისე აღარ გავჩნდება როგორც ხო, ის ბევრჯერ ძლიერია ჩვეულებრივ მონსტრზე. გასაგებია. და იაკი მარგო გაიგონა. მისი მოკლა გინდა? მაგრამ შენ ხომ ფეხები გტკივა? ხუდელო? მე რა თქმა უნდა ეჭვი მქონდა რომ ის მოსაკლავად წახვიდოდი. მაგრამ არ მეგონა თუ ჭრილობების შეხორცებას არ დაელოდებოდი. აუ. ერთ ადგილაში დამანამდვილად არ შეგიძლია. მოხუცობ და დაელოდებოდი. ჩვენც შევეცდებით. სახიფათოა. როგორ თუ მტრის წინაშე ვიმუშაოთ? გინდა თქო რომ ერთდროულად ორივე მხარეს დავეხმარებით? ღამით დავიწყოთ. ეს ხომ სახიფათოა? მართალია, ჩვენ ახლაც გვიჭირს. მაგრამ ჩვენ გადასასვლელად უნდა მოვემზადოთ. უსაქმურად ხო არ ვიჯდებით? მართალია, მაგრამ არ ინერვიულობ. ბევრი რამ დავკარგეთ ომში. უცნაური გადაწყვეტილება. მაგრამ მალე ყველაფერს დავიბრუნებთ. დაიკო. კარგი, თუ გადავწყვეტეთ, მაშინ ცოტა დავისვენოთ. ყველას ძელინებისა. დაიკო, ძალიან ჯიუტია. მე გამიგია, რომ მტერი საკმაოდ სასტიკები არიან. კარგი, მასთან ერთად წავალ. შენ? კარგი, მაშინ მეც. არა. შენ ყურადღება უნდა მიაქციო და ნარჩენებს. მოგეშინია, თუ რამე მე მას შევაჩერებ. კარგი, შენი იმედი მაქვს. დავიბრუნოთ ის რაც ომში დავკარგეთ? ძალიან კარგად ჟღერს. ჩვენ დავიბრუნოთ რაც სამურაებმა წაგვართვეს. და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი. ასე დიდებას ვერ ვეღირსები. მართლაც რომ ვზივართ აქ და არაფერს არ ვაკეთებთ. ბატონებო. მე სამსახური მჭირდება. და სად წავიდა მიო? საინტერესო არა მოიფიქრე და მან ჩენდება იაკიმა. თავს გაართმე? აუ ხმები. ჯერ გამოჯამრთელდა. აჰა, პროცესებია ის. ობა. თან საკმაოდ დიდი. აქეთ? თავარია რომ ბოხს არ შემოაგდეს, იმიტომ რომ სწორედ იაკიმან უნდა მოკლას. ხაკიმარი თან ნამდვილ ფეხში და პროტესში რომ ეტაც ანუ
იაკიმარო, შენ და ფეხი დაკარგა, მაგრამ ხმა სერიალი ხმონებულია სპეციალურად ანიმატივეჯისთვის. არა. დღეს ვუყურებთ ორ სერიას. აუცილებლად ვუყურებთ ორ სერიას. ესე იგი, დორორო მეხუთე სერია. ვაუ. მინდა გითხრათ ფინალი მომოდნელი იყო. ეს დოროროს სხეულის ნაწილების ამბავი, იაკიმაროს სხეულის ნაწილების ამბავი, რა თქმა უნდა. ვაუ. და დასაწყისში მე მგონი ვთქვი, ალბათ ხმა მეთქი, მინდა ხმა მეთქი, თუ ფიქრობ ხმას დაიბრუნებს თქო. მაგრამ რავი, თან კი ვერ მივხვდი თავიდან, რომ დაიწყო ყვირილი. მეთქი რაღაც დაემართა და ანუ მოკლა დემონი და დაიბრუნა ხმა. და მე იყვირა რა გინდათ, კარგია. კარგი შედეგი იყო, ანუ მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ფეხი დაკარგა ისევ. ნამდვილი ფეხი დაკარგა ისევ. ანუ რა გამოვიდა, დავიბრუნეთ ხმა, მაგრამ ახლა ფეხი ისევ უნდა დავიბრუნოთ. ანუ ერთი დემონით მეტის მოკლა მოგვიწევს თუ რა? თუ მარტო ერთხელ შეიძლება ერთი სხეულის ერთი ნაწილის დაბრუნება და მე ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. არა, ეგრე არ მაწყობს ნამდვილად. რავი. კაი, სერია. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო, იმიტომ რომ მესამე უკვე მომეწონა, მაგრამ ნახოთ მეექვსე როგორ გაგვახარებს. იმ გოგოს ამბავი მიუმ თუ ნეუ აღარ მახსოვს რა იქვა. კარგი იყო ასევე და მართლა მომწონდა, ანუ მთელი ეს ისტორია ომის და ბავშვების, ეს კლასიკა, ანუ ხშირად ნარუტოში ბევრჯერ ყოფილა ფილმებში ასეთი ამბები. ან თუნდაც მონსტრი, ვისაც გაქვთ ანიმე ნანახი, ბავშვების ისტორია იყო და ასეთი ზოგადად მსგავსი ამ სიტუაციისა ძალიან ბევრი. რავი, ჩემი აზრით სერია იყო ძალიან კარგი. ახალი საცხოვრებელი ადგილი ვიპოვეთ, რაც მთავარია, მაგრამ ეს ბოლო სცენა რა იყო? სამუშაო მინდაო, სამსახურის შოვნა მინდაო და რა მიზნით? ვერ ხვდები. რავი. მედი მაქვს ამას მივხედავთ შემდეგ სერიაში. მედი მაქვს დორორო მიხედავს, ანუ რავი, დორორო შეძლებს რომ გამოვყოლოს სამ კაცს თუ რამდენი იყვნენ. ორი იყვნენ თავიდან, მაგრამ მეგონი მე სამი იყვნენ. ასე თუ ისე. რავი. რაღაცა უნდა გავაკეთო საუცილებლად, თორემ ვიცით ახლა რაც მოხდება. ამ შემთხვევაში მე ამ სერიით კმაყოფილი ვარ თან ძალიან. ველოდებოდ შთამბეჭდავ სანახაობას და კი, იყო საკმაოდ შთამბეჭდავი. განსაკუთრებით ეს ფინალი დოროროს ხმის ვახშენი, იაკიმაროს ხმის დაბრუნების და ძალიან მომეწონა, როგორ ნელ-ნელა უფრო ადამიანს ემსგავსება თვისებებითაც იაკიმარო პირველად გაიღიმა, სხვათა შორის მიუსხმა რომ გაიგონა სიმღერა უფრო სწორად და სმენას რომ დაუბრუნდა იმასაც როგორც იქნა მიეჩვია. შეიძლება ბოლომდე ვერა, მაგრამ რაღაც ნაწილს მიეჩვია. რაც ძირითადად იყო ახლა დემონის მოკლა შეძლო. ასე რომ ნახოთ შემდეგ სერიაში რა მოხდება. ამჯერად რაც დავიბრუნებთ. შემიძლია თქვა რომ მეორე ფეხს, მაგრამ კარგი იქნებოდა ხედველობის დაბრუნება. ხელი რო დაიბრუნოს სიმართლე გითხრათ დიდად არ მინდა, იმიტომ რომ კარგად იყენებს ხმლებს.
თელების garaში. კარგით. აგრძელებთ პირდაპირ. დორორო პირველი სეზონის მეექვსე სერია 3, 2, 1 დაწყეთ. ტრადიციულად ვიწყებთ მაპათი. ხაკიმარო უესრად დაბრუნებული სმენისგან დაშავდა. და ის შეიფარა გოგონამ სახელად მიო. კარგი. მიო ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ომის გამო სახლი დაკარგეს. მაგრამ ერთხელ ღამით ხაკიმარო დემონებთან საბრძოლველად წავიდა. და დამარცხა დემონი. ეს შეუძლებელია. ბრავო. ძამიკო, რა მოხდა? ძალიან კარგი, დროულად გამოჩნდი. დამეხმარე. ძამიკო, კარგად ხარ? მისი ფეხი. გონიჯობდა. დემონთან არ ებრძოლა ასეთ მდგომარეობაში. ძამიკო, ძალიან გტკივა? ეს ხმა. დიახ, მან ფეხი დაკარგა, მაგრამ ხმა დაიბრუნა. საბედნიეროდ. ძამიკოს ხმა? ტექსტ თქვენთვის წაიკითხავს ფარამირი, სპეციალურად ანიმე TV-ისთვის. ხმა დაიბრუნა. ახლა იმედი მაქვს არ გაჭედავს, იმიტომ რომ მინდა დავაკვირდე ოპის. რა თქმა უნდა დორორო. ნიო არ არის ახლა ეს ოპისში. კი ეგ არის. სიმღერა კარგია. არასდროს დავფულები ვარ ასე, მაგრამ ეს ტიპი ის მღვდელი გავს სინჯს არგენიდან და ოპი მისევ გაჭედა. მიდი ახლა. გასწორდა საბედნიეროდ. მეგონი უნდა მივეჩვიოს მომენტალურ გაჭედვებს. უსცხენებ ცეცხლი რომ უკიდიათ. მადლობთ. აღარ შემიძლია რა უნდა გადავტვირთო. რამე მე ნუ დავაბრალეთ, დააბრალეთ ანიმე TV-ს. არა და ავატარი ეგრე არ ჭედავს ხოლმე. არც Gravity Falls-ი პრინციპში. მეორე ნაწილი. მურიკოს სიმღერის. მიო, კეთილი იყო შენი დაბრუნება. აი მეც. რა მოგივიდა? დაშავდი? წავიქეცი. ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ წავიქეცი. კარგად ხარ? რას ეთქოდა? ჯობს რომ დაისვენო. ხომ ვამბობდი რომ ორმაგი მუშაობა არ ღეს თქო. ჯობს როგორც ადრე. ეს რა არის? ნუ საერთოდ ხაკიმარო. რა მოხდა? ის არ მოკვდება. უბრალოდ ძალიან იჩქარა. მიო, მასზე ნუ ნერვიულობ. დაისვენე. ყველაფერი რიგზია. უკვე მივეჩვიე. მანამდე კი დანარჩენებისთვის საჭმელი მოამზადე.
დორო რომ იცის და არც აქტერჩინის სურვილი აღარ იქნება. ჯანდაბა. რა დაგემართა? შენ ძმასთან ყოფნა არ გინდა? აჰა. ნუ ნერვიულობ, მიო მიხედავს. აი ყოველთვის. სულ სხვებზე ნერვიულობს. ისედაც მთელი ღამე მუშაობდა. ტაკი, შენ გინახავს თუ როგორ მუშაობს ის? მე ხომ ყოველთვის სახლში ვარ. პატარების დატოვება არ შემიძლია. ხო. აბა რას ვიზამთ? ის თუ არ იმუშავებს, ჩვენ ვერ გადავრჩებით. სამწუხაროა. შენ არც გადანაშაულებ. ჩვენ ხო ერთმანეთს დავპირდით, რომ ერთხელაც ჩვენ საკუთარ ბრინჯის მიწას მოვიყვანთ. ბრინჯის მიწა? დიახ. ზაფხულობით ის ძალიან მწვანე იქნება. შემოდგომაზე კი ოქროსფერი. ოქროს. და აი ასე ყველანი მაძღარები ვიქნებით. ჩვენ ხომ მხოლოდ გამომშრალ მიწებს ვხედავთ. მაგრამ მიომ თქვა, რომ ისინი ოქროსფერის უნდა იყოს. ერთხელაც ჩვენ საკუთარი მიწა გვექნება. მწვანე და ოქროსფერი. ვაუ. მწვანე და ოქროსფერი. მამაზია. კიდევ ცოტას და მეც შევძლებ მუშაობას. და მიოს ბევრად გაუადვილდება. არა გთხოვ. ტაკი, უკვე მოვდივარ. ნერვიულობთ. ომად ძალიან ბევრი წაგვართვა. მაგრამ ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ნეტავი გაწვიმდეს. რავი. არი ნერვიულობ. ჩვენთან ყოველ წელს წვიმს. აი ხედავთ, ღრუბლები გროვდება. ხო, მამა. ნება მომეცი ჯარ შეუერთდე, როსაკაის გვარი ჩავახშო. ძალას არ დავიშურებ, რომ ისინი დავამარცხო. არ ღირს ომის ასე მსუბუქად შეფასება. ეგრეთ ვფიქრობ, ესე იგი ჯერ ადრეა. სწავლებას დაუბრუნდი. მამა, ტახომარო. ტახომარო. დედა. ხო, მამას უთხარი, სახელი არ მახსოვდა. რომში წავიდე. მამა შენმა უარი თქვა. ეს არას ნიშნავს, რაც არ უნდა გავაკეთო. კი, მაგრამ მამას არ ესმის. ნებას თუ მომწევს, დარწმუნებული ვარ. ომში გამორჩეული ვიქნები და შენ ჩემით იამაყებ. ხოლოდ ბრძოლაში არა. ჩემი გადაწყვეტილება არ გიხარია? ამას არ ვგულისხმობ. არა. შენ ყოველთვის ესეთი ხარ, დედა. რა ჯილდოსთვისაც არ უნდა მებრძოლა. როგორი დიდებულიც არ უნდა ყოფილიყავი საბრძოლო ხელოვნებაში. შენთვის ეს სულ ერთია. მე უბრალოდ ომს ვერ ვიტან. კი, უფრო მეტი აქვს გამოცდილი ვიდრე შენ მე გონია. ვერ მიტან. ამის თქმას როგორ ბედავ, ტახომარო? რომელი დედას არ უყვარს თავისი შვილი? ბევრს სამწუხაროდ. ხიაგო, მუცუ, ცხენი მოიყვანეთ, გასეირნება მინდა. ჩემო ბატონო, შეგიძლია არის საუბრო. მე თითქმის ბავშვივით ვიქცეოდი. თითქმის? ქალბატონი კეთილია, განსაკუთრებით შენთან, ყოველთვის. ეს უკვე ვიცი. დედა ყოველთვის კეთილი იყო ჩემს მიმართ. ბატონო, გთხოვთ, ეს სახიფათოა. დაშავდებით. ხიოგო, მუცუ, მიდით, დაეხმარეთ. დედა, შემომხედე. გთხოვთ, ბატონო. ჩამოდით, ბატონო, გთხოვთ, ასე მაღლა ნუღა მიძურებით. ეს თავმოკვეთილი ბუდა. არის რაღაც, რაზეც დედა განიცდის ყველაზე მეტად. კი. ის ამას არ აღიარებს, მაგრამ რაღაცას მალავს. აუ, არა მარტო დედა, რომ გაიგე. მამაც კი. მამა მალავს პირველ რიგში. შენ, მე და ეს ქვეყანა, ჩვენ ყველანი კლდის რომ გაიგებ რას მალავენ, ეს არ სულ სხვა თვალით შეხედავ ერთსაც და მეორესაც. კი, მაგრამ ესეც რას მალავენ.
იხსენებს. აუ, ხაკიმარო. დასვენება გჭირდება. ესე ორიგინალში იაკიმარო უნდა დაუწახა. მესმის რო განიცდი, მაგრამ შეიძლება რომ გადაწყვეტილი ვარ იაკიმაროსაც უძახი. ძალიან გადავაჭარბე, ვაღიარებ. როგორი სულელი ვარ. ვიცოდი რომ ფული შოვნა ადვილი არ იყო. არა. ჩემ თავს უკვე პირობა მივეცი, რომ სამურაის გამო არ ვიტირებ. თუ ვიტირებ, წავაგებ. და შენც ხაკიმარო, თუ გადააჭარბებ და მოკვდები, წააგებ. გავიგე რომ შენ ხმა აღიდგინე. ეს ხომ მაგარია. შეეცადე რამე თქვა. შენი ხმა შენთვის ძალიან ხმაურიანია? მიეჩვევი. დრო რომ თქვა რომ შენ როგორც ცხოველი გამოქვაბულში ცხოვრობდი და აქამდე დაეცი. ხო მართლა, სიმღერაზე რა სიტყვა? მართალია. შენ ხომ ის მოგწონს? მე ყოველთვის მღერი, როცა მოწყენილი ვარ და როცა ტერილი მინდა. ეს იაკიმაროს სულს გრძნობდა. მიდიხარ? ხო. როგორც ამ გოგომ თქვა. მე არ ვიჩქარებ უბრალოდ გვერდსავალი მონსტრებს. არსად მეჩქარება. მაგრამ ხაკიმაროსის ამის თქმას აზრი არა აქვს. და რატომ? ბავშვი სათამაშოს წარქმევის გაბრაზდება და უკან დაბრუნებას მოითხოვს. აქაც იგივეა. მაგრამ ცოტათი უარესი, მას ხომ მთელი სხეული წაართვეს. ის წონარდება სიმღერას უსმენს. რაზე ამბობ? დემონის ცეცხლი, რომელიც ბავშვობიდან ხაკიმაროსთან ერთად იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ დემონისგან დატოვებული წყევლა, როცა მას სხეული წაართვეს. ეგ არის და ვიმედოვნოთ, რომ ცხოველი, რომელიც საქმიდან გამოვა, მონსტრი არ აღმოჩნდება. ახლა კი წავედი. ესენო მიყურებ. ხაკიმარო, შენ ადამიანის სულის დანახვა შეგიძლია. მათი ფერის. გთხოვ, ჩემსაც ნუყურებ. შეიძლება ბინძური იყოს. ძალიან ახლა მივხვდი რატომაც თქვა ასე წინა სერიაში. არა, რა უცნაურია. არაფერი ბინძური არ არის. იაკიმარო ასე ფიქრობს. ლორდ დაიგო. ესე იგი არანაირი დახმარება? დარწმუნებული ვარ ის მას გამოგზავნის და დახმარებასაც. მაგრამ ლოდინი ჩვენი სირცხვილი ხდება. ჩვენ მოულოდნელ თავდასხმას დავგეგმავთ. არ დაუშვათ, რომ ეს გაიგონ. ფრთხილად იყავით და საკაიშპიონები არ გამოგეპაროთ. სამუშაოდ მიდიხარ? გასაგებია. ესე იგი იცი რა თამაშობ. არა, მე სპეციალურად არ მინდოდა. ყველაფერი კარგადაა. მე არ მწველია. უბრალოდ მინდა როგორმე თავი გავიტანო. მაგრამ გავიგებ თუ მომერიდები. ეს სამსახურიაც თუ ისე კარგია. გაუგნებული ვარ, ნუ არა, კარგი აშკარად არ არის. ვაღიარებთ ახლა. მე ბევრს მოგზაურობდი დედასთან ერთად. და ეს ერთადერთი სამუშაო იყო, რომელზეც დედა არ თანხმდებოდა. როგორც არ უნდა გვეშიმშილა. აი თურმე. დედა შენი პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ დედა შენც, ანუ კი დათანხმდი. ამიტომაც მოხვდა. ო, შენც იმსახურებ პატივისცემას იმის გამო, რომ ცოცხალი დარჩი. მაგის თქმა მინდოდა. ეგ თქვი კიდეც. იმსახურებ. შენ ყველაფერს დაიბრუნებ, რაც ომმა წაგართვა. ხო და დაიბრუნე. დაიბრუნე შენი მიწები, ფერმები და ყველაფერი. რა თქმა უნდა, აუცილებლად.
ახლა არავის გაუხარდებოდა. იქ წასვლა სადაც ახლა. ძამიკო, აი ჭამე. მეგონი მიდი, მიოყია. ასე უძლიერი გახდები. მე რა ფეხი დაგარგე. სამაგიეროდ ხმა დაგიბრუნდა. ასე რომ თქვი რამე. მიდი, შენ უნდა ჭამო თუ გინდა რომ ვალაპარაკდე. ვაუ, თელი პანდა გვითხოვთ აი, ბალანს. წყალი დალიე. ვაპარაკი ჯერ უნდა ისწავლოს. ბოდიში. ეი, ხაკიმარო. შენ ხომ არ დამარცხდები? შენ ხომ არასოდეს გახდები მონსტრი, ხო ასეა? თათ ყველაფერს ვერ გებინოს. ჭამე. ესეც აკიმარო ამბობს, ისა დორორო ამბობს. ალვიგნე სხვა. ესეში. ოჰო, რა მაგარია. აი ეს მესმის. მე სამსახურში წავალ. შენ კი თვალყური ადევნე ხაკიმაროს. მისი ორგანიზმი ჯერ მზად არ არის. ვიცი. ვიცით, აბა ვიცით. რა მაგარია. ის პირდაპირ შენი ხელიდან იზრდება. არა. ვიცი, ჩვენს მაგას გვაქვს არ ძალიან ვიტყვი. მაგარი. ისინი ომის ველზე ვიპოვეთ. შეხედე, ხო ლამაზია. ეს ის არის დაიგოს ხალხისგან ერთ-ერთი. დედა. ხაკიმარო. ინგრძნო. ეს დემონია. კონი წვიმა იწყება. როგორც იქნა? თუს მიო განგაში. ხაკიმარო გაუჩინარდა. დორორო უკვე ეძებს მას. ცოტა ვერ მივხვდი რა მოხდეს. ეს იზრდებოდა ის მომენტი წარმოვიდგინე თუ სხვადასხვა ადგილას ხდება. მოხდება. თუ ეს მოგონებია. ვერ გავიგე. იდევით. და შეიძლება ახლა დაიბრუნოს კიდეც. გვაჩვენეთ. სულ ეს არის, ალბათ ხუმრობთ. ბატონი დაიგო. ჯანდაბა, ჩემთვის მაინც გეთქვა რამე. მიოცხო ნერვიულობ. რა? ნუ ისიც კარგია რომ ფეხი დაიბრუნე. ეხი დაიბრუნა. მაგრამ ის რა იყო? ცოცხლა, დანარჩენებიც მოძებნეთ. ეს რა ჯანდაბა? აქ რა ხდება? შენ ვიღა ხარ? ერთ-ერთი მათგანი ხარ? არა. ეს კარგი რა. ჩვენს ბიჭებს ემსახურებოდა, მაგრამ გუშინ დავინახეთ თუ როგორ მიდიოდა საკაის ბანაკში. ის ჯაშუშობის გამო დასაჯეს. მიო, ტაკე. ხელი გამიშვი დებილო. როგორ გაბედე? რატომ?
გასაგებია. ესე იგი მასთან არა. აუ. უცებ, მინდოდა მეთქვა, ყორეს იზმრება ყველაფერი თქო, მაგრამ შენ ვინ ჯანდაბა ხარ? მისი ხელები. დაიკო, გაიღვიძე. ტაკე. მიუწოს ხალია. მაგრამ ტაკე გვანახეთ. იაკიმარუ ახლა. მოკალით ის, ჩქარა. ეს რა? გადაურბინა ყველას. შეჭრდი, ხაკიმარუ. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ცხოველი, რომელიც საქმიდან გამოვა, მონსტრი არ აღმოჩნდება. დამინდე, გთხოვ. არა. არ გიწყინოს მაგას სიკლის გიმსახურებ. არა, ხაკიმარუ, შეწყვიტე. არ გინდა, მონსტრი მიგახტები. გთხოვ, შეწყვიტე. ძამიკო, მიოსთან ხელის და კარგვაც არ არის სუდი აზრი. არ არის კარგი აზრი. ეს ბრინჯია. მანის სამურაისგან მიიღო. უნდოდა რომ ჩვენთვის მოემზადა. ის არ ნებდებოდა. დაშანც არ გაბედო, გთხოვ. ასე მარტივად მოვყარეთ, მიიღო კაცო, შანსიერა. ოპენინგში იყო გარიდა. მეგობრებო, მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა. ტაკი შემეცოდა. მიუც, მაგრამ ტაკის სიგნალს არ ველოდებოდი ნამდვილად. საერთოდ ბავშვების სიგნალს არ ველოდებოდი არც ერთის. რა სერია ეს? ოქროსფერი მოედანი. გადამთორბე. ანიმეტი ბიჭისთვის, ტექსტი წაიკითხა. ესე იგი დორორო. პირველი სეზონის მე-6 სერია და პირველ სეზონს ვამბობ, მე დორორო მე-6 სერია. არა, მესამე სერიაზე ვამბობდი საუკეთესოა თქო. მაგრამ ეს რა ვნახეთ? ეს რა იყო? არც კი ვიცი რა ვთქვა. ანუ სულ სხვა ფინალს ველოდებოდი მე. პერსონაჟს აჩვენებენ ოპენინგში. მე ვფიქრობ, რომ ვაუ, რა კაია, მნიშვნელოვანი პერსონაჟი იქნება, კიდევ ერთი სიუჟეტისთვის მნიშვნელოვანი პერსონაჟი შემოგვემატა, მაგრამ არა, უბრალოდ იღებს და მეორე სერიაში, თავისი გამოჩენიდან მეორე სერიაში ხვდება. და თან იმდენი გქონდათ კიდევ. ანუ მიოს ჰქონდა დიდი შანსი, რომ განეცადა დიდი ცვლილება როგორც პერსონაჟს. განვითარებულიყო. და არა, ანუ არაცადეს.
უბრალოდ არაცადეს. თანის რა ხოცვაჟდეთ ვატყდო ფეხი რომ დაიბრუნა ეს საკმაოდ ბალი მოხდა არ ველოდებოდი სიმართლე გითხრათ როგორც ჩანს ყოველ სერიაში თითო დემონს მოკლავს და სხეულის თითო ნაწილს დაიბრუნებს იმიტომ რომ პირველში დაიბრუნა კანი მეორეში დაიბრუნა მეგონი ნერვული სისტემა მგონი ხო მე დაიბრუნა ფეხი ნუ ეს მოგონებებში მესამე სერიის მეოთხეში დაიბრუნა სმენა მეხუთეში დაიბრუნა ლაპარაკის უნარი და მეექვსეში დაიბრუნა ისევ იგივე ფეხი. თუ ითვლება ეს. ის ფაქტი რომ პატარა ბავშვები ამბოხოცეს ასე და კიდე დანარჩენები მე არ ვიცი ან სიგიჟეა რაღაც სუთა სიგიჟე. ახლა ანუ ბოდიში ტელეფონმა რაღაც აურია. ახლა კიდევ რას ისამსხია კი მარვე იმიტომ რომ რომ ხელა ემოციებით ხოცავდა იმ ხალხს რომ დაუარა ყველას ეს ხოცვლის სცენა იყოს საოცრება და ის ტიპი ერთადერთი გადარჩა ხელმოჭრილი მაგრამ ღირსი იყო დარჩეს როგორც არის ცალი ხელის გარეშე თან რომ დასცინოდა იმათ დაიმსახურაო შენგი დაიმსახურე ანუ ცუდ საქმეს აკეთებდა ცუდ საქმეს ანუ ცუდი სამსახური ჰქონდა ვაღიაროთ ეხლა დაკონკრეტება მე მგონი არ არის საჭირო მე მგონი დოროროს მაყურებლები ჯერ ერთი ცოტა ხართ ჩემს სახზე და მეორეც ერთი მიხვდებით ალბათ ანუ ვინც ხართ რაშია საქმე ხა პატარა ბავშვები არ იქნებით და დორორო კი იყო პატარა ბავშვი და ყველაფერს მიხვდა მაგრამ რავი ანუ მე მგონი პირველად ნახე ანიმეში ასე ღიად რომ დაიხოცეთ ბავშვები და რამდენი 5-6 წლის ბავშვებიც იყვნენ ნუ შეიძლება არა მაგრამ 10 წლისები ხო იყვნენ და რა ვიცი ანუ შეიძლება მომობამ ავიჩემეს ვაუ და რა ვიცი იმიტომ რომ რავი მეც ვერაფერს ვიტყვი სიმწრის სიცილი იყო ახლა ეს კარგი სერია იყო ძალიან საუკეთესო ამ ფიქრობდი ცოტა ხანი კიდე რომ მესამე ჯობდა თუ ეს მაგრამ ეს უაჭველი ეს ჯობდა კმაყოფილი ვარ ძალიან ნუ იმით არ ვარ კმაყოფილი რომ მიოდა ბავშვები დახოცეს იმიტომ რომ მართლა მომწონდა ეგ პერსონაჟები და ძალიან დამწყდებული და დაწუნებული ვარ ჰიაკიმარუსაც დაწყდებული და სწორედ მაგიტომ შურს ძიებს ახლა ამ ხალხზე და ნახოთ დაიგორას ისემს იმიტომ რომ ყოველ სერიის ბოლოს ერთი ბუდას აშტერდებიან და მას ქანდაკებას უყურებენ და სადამდე მიიყვანთ ახლა მოაზროცკერას უკაცრავად და მიდით ახლა იმოქმედეთ ცოტა ხანი გვანახეს ტაჰომარუ ხო და გვანახეს თუ როგორ უყურებს ამ სიტუაციას თვითონ უდიდესი ნაწილი რაც არის ამ ისტორიის არ იცის მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე გაიგებს იმიტომ რომ მალე რა მაგრამ გაიგებს მალე ახლა ისედაც რამდენი 18 სერია დაგვრჩა მარტო და ცოტა უნდა გამოცოცხლდეს დაიგოს და ტაჰომარუც იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან კარგი, უბრალოდ კარგი. დაგემშვიდობებით მაშინ იმიტომ რომ რავი მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ფიზიკურად. მედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარის ხილაკი. გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. მადლობა მხარდაჭერისთვის, ნახვამდის.